ჩვენ გაგხსენებთ, რომ ვართ კოდის 1 საათის გვერდზე, ვართ CodeMonkey.com-ზე შესული და ამ შემთხვევაში უკვე ჩამოვსკროლოთ და ავირჩიოთ Block Jumper-ი, ხო? ანუ ჩვენ უნდა გავაკეთოთ თამაში, რომელსაც ქვია Block Jumper. დავაწყაპოთ Start Playing-ს და დავიწყოთ მუშაობა. იმედია უკვე მობილიზებულები ხართ ეკრანთან, ან თქვათ ამ გამოწვევის დასრულების შემდეგ გაივლით. ერთი წამით, მოდით თავიდან გავაზიარებ. კი ბატონო, მგონი, ჩემი ეკრანი ჩანს და დავიწყოთ მეგობრებო მუშაობა. ნახეთ, აქ როგორი ამბავი გვაქვს, ასე ვთქვათ, და სიტუაცია. ჩვენ გვაქვს 10 გამოწვევა გადასალახი. ანუ ჩვენ CodeMonkey-s პლატფორმა გვასწავლის თამაშის შექმნას. ეს თამაშის შექმნა რო გვასწავლოს, მან უნდა გადაგვალახინოს პატარ-პატარა გამოწვევები. ანუ პირველ ეტაპზე რაღაც მარტივს გვასწავლის, შემდეგ მეორე ეტაპზე ახალ რაღაცას გვასწავლის, მესამეზე კიდევ ახალს გვასწავლის და ბოლოს უკვე მეათე ეტაპზე, როდესაც გადავალთ, თავიდან ბოლომდე გვეცოდინება თამაშის შექმნა. ნახეთ აქ რა არის განსხვავებული. ჩვენ მარცხენა მხარეს გვაქვს ინსტრუქციები, რომელიც დაგვეხმარება თუნდაც დამოუკიდებლად მუშაობაში, ხო? თუ დავაკვირდებით ინსტრუქციებს და გავყვებით ინსტრუქციებს, მაშინ აუცილებლად ყველა შეძლებ დავალების შესრულებას, იმ შემთხვევაშიც კი თუ არავინ გეყოლებათ დამხმარე, ხო? ან თუნდაც იმ შემთხვევაში თუ არ ყავთ მასწავლებელი. ესე იგი, მარცხნივ არის ის თამაში, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. როგორც ხედავთ, ეს არის დაახლოებით მარიოს ტიპის თამაში. თუ ეკრანს დავაწყაბებთ, ჩვენი მაიმუნი ახტება, ის გადაახტება დაბრკოლებებს და ივლის იქამდე სანამ მივა ვარსკვლავამდე, თუ ვარსკვლავი აიღო, ესე იგი, ჩვენ ის კონკრეტული თამაში სწორად გავიარეთ. აი, ზუსტად ესეთი თამაში უნდა დავაპროგრამოთ, რისთვისაც ეს 9 ნაბიჯი უნდა გავიაროთ, რომ გადავიდეთ მეათე ნაბიჯზე და მეათე ტურზე. ნახეთ, დავიწყოთ. პირველ შემთხვევაში ჩვენ გვეუბნება ესეთ რაღაცას და კოდის მაგალითიც კი გვაქვს მარცხნივ მოცემული. აქვე გეტყვით, რომ შუა ნაწილი არის კოდების, ანუ სამუშაო დაფა, სადაც ჩვენ კოდები უნდა ავაწყოთ, ხოლო მარჯვენა ნაწილი არის ეკრანი, სადაც ჩვენ ვხედავთ შედეგს. ეკრანზე დააკვირდეთ, ჩვენ გვაქვს სპრაიტები, ანუ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის სპრაიტი აირჩიოთ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა თქვენ გაქვთ. ნახეთ, ამ შემთხვევაში სამი მაიმუნი ავირჩიე. უკაცრავად, ერთ წამით ამას გავწავთ, არა სამწუხაროდ მეფარება, ესეც ასე. მოდით წავშალოთ, ანუ თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ ახალი სპრაიტები აირჩიოთ, თუმცა ამ შემთხვევაში მოდით გავყვეთ ინსტრუქციას, რასაც გვეუბნებიან. ქვემოთ არის, ხო, ასევე გაქვთ ვიჯეტების განყოფილება, საუნდების ხმების განყოფილება და გეიმის განყოფილება, სადაც თამაშის პარამეტრებს შევარჩევთ. ხო, ქვემოთ თქვენ გაქვთ უკვე ბრძანებები კატეგორიის მიხედვით დაწყობილი, მაგალითად, აქ გაქვთ moment, ანუ მოძრაობის ბრძანებები, აქ გაქვთ event-ები, ანუ მოვლენები. მოვლენა არის კოდი, როდესაც რაღაც კონკრეტული მოვლენის შესრულების შემდეგ რაღაც მოქმედება უნდა მოყვეს ამ მოვლენას. გაქვთ display განყოფილება, widget-ების, game-ების და sound-ების, control განყოფილება, ლოგიკის განყოფილება, ცვლადების განყოფილება და ფუნქციების განყოფილება. ჩვენ აი თითოეულ განყოფილებას აი ამ თამაშის კეთების დროს დავამუშავებთ. მოდით კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ როდესაც რაღაც კონკრეტულ ინსტრუქციას შევასრულებთ, აუცილებლად უნდა დავაწყაბოთ checks იმისთვის, რომ პროგრამამ გაიგოს, რომ ჩვენ მივყვებით ინსტრუქციებს და მოგცეს შემდეგი ინსტრუქცია, რომელიც ასევე დაგვჭირდება რაღაც კონკრეტული გამოწვევების გადასალახად. ნახეთ, ამ შემთხვევაში აქ წერია და ჩვენ გვეუბნება, რომ უნდა გვასწავლოს, როგორ გადაადგილდეს მაიმუნი. ანუ დავაწყაბოთ ესე თავიდან დაწყებას, ჩვენ გამოგვიჩნდა on run, ანუ როდესაც runs დავაწყაბებ, მაშინ რა ხდება, ხო? გვეუბნება, რომ მაიმუნმა უნდა გადადგას ერთი ნაბიჯი. ნაბიჯის გადადგმა, ანუ გადაადგილება, რა თქმა უნდა, არის moment განყოფილებაში, ავირჩიოთ step და ვუთხრათ ჩვენს monkey-ს, რომ როდესაც runs დავაწყაბებთ, მან გადადგას ერთი ნაბიჯი. ნახეთ, როგორც ხედავთ, ერთი ნაბიჯი იყო ძალიან პატარა, ძალიან ცოტა და მას არ ეყო ვარსკვლავამდე მისასვლელად. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ნაბიჯების გაზრდა. მარცხენა განყოფილებაში ნახეთ, გითითებთ კიდევაც, რომ ერთის ნაცვლად ჩვენ სავარაუდოდ 300 ნაბიჯი დაგვჭირდება იმისთვის, რომ მივიდეთ ვარსკვლავამდე. ანუ ერთიანი უნდა შევცვალოთ 300-ით, რომლის ინსტრუქციაც თავად ვერ მოგცათ და შემდეგ დავაწყაბოთ checks, რომ ეს კონკრეტული ინსტრუქცია შევასრულოთ. ამის მერე გვეუბნება, რომ დავაწყაბოთ runs და ვნახოთ თუ მივიღეთ სასრული შედეგი. მართლაც როგორც ხედავთ, ჩვენმა მაიმუნმა შეასრულა ჩვენი დავალება და როდესაც დავაწყაბეთ runs, მან გადადგა 300 ნაბიჯი და მივიდა ვარსკვლავამდე.
Great job, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ეს იყო პირველი გამოწვევა, რაც გადავახეთ. ეხლა ნახეთ მეორე გამოწვევაში გვასწავლის, რომ არსებობს ბლოკი, რომელიც რაღაც კონკრეტულ მოქმედებას იმეორებს. აი ამ ბლოკს ქვია ლუპები, რომელიც წინა ტურებშიც შევხვდა, ხო? ლუპები, მეგობრებო, განთავსებულია აი აქ control განყოფილებაში. ამ შემთხვევაში რისი გამეორება გვჭირდება? სავარაუდოდ ერთი ნაბიჯით გადაადგილების გამეორება დაგჭირდება, ხო? მოდით დავწეროთ და უთხრათ, რომ თუ გადაადგილს ეს ერთი ნაბიჯით, მაგრამ რადგან ერთი ნაბიჯი არ არის საკმარისი, გადავიდეთ კონტროლებში, ავირჩიოთ ლუპი და ეს ერთი ნაბიჯით გადაადგილება ჩავსვათ გამეორებაში. ანუ გაიმეორე იქამდე, სანამ მივხვალ სასურველ შედეგამდე. რადგან ჩვენ ეს დავალება და ინსტრუქცია შევასრულეთ, ავუწყებთ checks დააწკაპეთ, ეს უნდა მონიშნოთ, რომ პროგრამამ აღიქვას, რომ თქვენ გააყევით ინსტრუქციას, თორემ წინაგდო შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადასვლა გაგიჭირდებათ. checks დავაწყაპოთ და როდესაც გვეტყვის, რომ დატესტეთ, ანუ რამდენად სწორად დაწერეთ კოდი, ამის შემდეგ დავაწყაპოთ runs და როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში სწორად დავწერეთ ჩვენი კოდი. გადავიდეთ შემდეგ ტურზე, უკვე მესამე გამოწვევა უნდა გადავახოთ და აი აქ გვაქვს ესეთი მოცემულობა, რომ ჩვენ და დავწეროთ შემდეგი კოდი, რომ როდესაც მაიმუნი, უბრალოდ როდესაც ჩვენი ვარსკვლავი შეეჯახება მაიმუნს, მაშინ უნდა ჩაირთოს ანუ მოგების ხმა, ხო? ანუ მაიმუნმა აიღო ვარსკვლავი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვიგეთ, ხო? ამისთვის აი გვანიშნავს აქ ასე ვთქვათ, როგორი ტიპის კოდები დაგჭირდება, თუმცა აქ გვეუბნება, რომ ჯერ დაგჭირდება ახალი ხმის მოძებნა, რომელსაც ქვია win. დავაწყაპოთ, ნახეთ, sound განყოფილებაში დავაწყაპოთ add news და ჩავწეროთ win. აი აქ მოვძებნოთ win ხმა. ნახეთ, ავტომატურად ჩაიწერა. შემდეგ გადავიდეთ უკვე გეიმების და საუნდების განყოფილებაში და ავირჩიეთ play sound და ნახეთ win, ანუ ჩართოს გამარჯვების ხმა, ეს ავტომატურად გამოგვიჩნდა, ხო? ანუ როდესაც ვარსკვლავი შეეჯახება მაიმუნს, მაშინ უნდა ჩაირთოს გამარჯვების ხმა და თანაც ვარსკვლავი უნდა გაქრეს, რადგან თითქოს მაიმუნმა აიღო ვარსკვლავი. იმისთვის რომ გაქრეს, უნდა გადავიდეთ display-ში და ავირჩიოთ destroy და თან აუცილებლად მეგობრებო checks დააჭიროთ, რომ ჩვენ ვუთხრეთ პროგრამას, რომ ეს ინსტრუქციები გავიგეთ, შევასრულოთ და დავწერეთ შესაბამისი კოდი. როგორც ხედავთ, ჩვენ დავწერეთ კოდი, დავაჭიროთ runs და აი დავინახავთ ეს წარმატებით გადავიარეთ, გადავიდეთ უკვე შემდეგ ეტაპზე. ნახეთ, აქ რა გვჭირდება? გვეუბნება, რომ ახალი სპრაიტი უნდა გავაჩინოთ და ეს სპრაიტი უნდა იყოს ვარსკვლავი. დავაწყაპოთ სპრაიტების არჩევას, ავირჩიოთ ვარსკვლავი და დავაჭიროთ OK-ს, ხო? ამის შემდეგ გვეუბნება, რომ ვარსკვლავის x კოორდინატი შეცვალეთ 500-ით. მეგობრებო, გაგახსენებთ, რომ x კოორდინატი, აი მარჯვნივ და მარცხნივ გადაადგილების შემთხვევაში იცვლება რაღაც კონკრეტული ობიექტის x მდებარეობა. თუ მარჯვნივ გადავაადგილოთ, მაშინ x კოორდინატი გაიზრდება, ხოლო თუ მარცხნივ გადავაადგილოთ, მაშინ შემცირდება. ხოლო ზემოთ და ქვემოთ გადაადგილების შემთხვევაში უკვე იცვლება y კოორდინატი. რადგან გვეუბნება, რომ x ის მნიშვნელობა უნდა გავზარდოთ 500-მდე, ეს იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავი წესით მარჯვნივ გადაადგილება. მოდით ვნახოთ, დავაწყაპოთ აი აქ ვარსკვლავზე setting-ის ღილაკს და ავირჩიოთ ესეთი რაღაც. x-ში ჩავწეროთ, რომ იყოს ვარსკვლავის x მნიშვნელობა 500 და ნახეთ, როგორ მარჯვნივ გადმოადგილდა. შემდეგ გვეუბნება, რომ ეს ელოგრაფი არ მოვნიშნოთ და შემდეგ მოვნიშნოთ. აქაც checks დავაწყაპოთ, რომ ეს უბრალოდ ეს ჩვენ უკვე გავაკეთეთ, ახლა უკვე გვეუბნება, რომ ავირჩიოთ, ასე ვთქვათ, აი ეს განყოფილება event-დან ავირჩიოთ on collide monkey და შემდეგ გვეუბნება, რომ ავირჩიოთ play sound-ი, ანუ ისევ იგივე გავაკეთოთ დაახლოებით, რაც ცოტა ხნის წინ. აი ესე, ანუ მოგების ხმა ჩაირთოს და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ისე უნდა გაქრეს ვარსკვლავი, ანუ ავირჩიოთ destroy. checks დავაწყებთ, ეს ყველაფერი გავაკეთეთ და მოდით ვნახოთ, რამდენად სწორად მუშაობს ჩვენი კოდი. მეგობრებო, ისევ შეგახსენებთ, რომ checks-ზე დაწყაპება არ უნდა დაგავიწყდეთ, თორემ შემდეგ ვეღარ აღიქვას პროგრამა, რა თქვენ სწორად შეასრულეთ ეს დავალება. გილოცავთ უკვე მეხუთე დავალებაზე ვართ გადასული. მეხუთე დავალებაში გვაძლევს ესეთი ინსტრუქციას, რომ თქვენ შეგიძლიათ აი ამ სამყაროს სიგანის შეცვლა, ხო? და გვეუბნება, რომ ეს სიგანი უნდა შეცვალოთ და გაზარდო 1200-მდე. ნახეთ, ვართ გეიმის განყოფილებაში გადასული და აქ გვიწერია სამყაროს სიგანი. გადავიდეთ 1200-ზე.
შემდეგ გვეუბნება, მოდით ახლა დააჭირეთ რანს და ნახეთ რა მოხდება. მოდით ჩვენც დავაწყაპოთ და ზუსტად მივყვეთ ინსტრუქციებს. როდესაც რანს დავაწყაპოთ, დავინახეთ, რომ ჩვენი მაიმუნი წავიდა და გაქრა. აი რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? დავაწყაპოთ ხავს, გავაჩეროთ და შემდეგ გვეუბნება, რომ მოდი ისე გააკეთე, რომ კამერა მიყვებოდეს მაიმუნს. ნახეთ, set camera target to monkey, ხო? ამიტომ გადავიდეთ camera target-ში და ავირჩიეთ monkey, ანუ კამერა უნდა გავყოს მაიმუნს. მოდით ახლა ისევ დააჭირეთო runs, აი აქ გვიწევს და ნახოთ რა გამოვიდა. დავაწყაპოთ runs და ეხლა როგორც ხედავთ, უკვე ჩვენი მაიმუნი მოდის, მაგრამ კამერას მიყვება. თან ნახეთ რა შევამჩნიეთ ამ დროს. როგორც ხედავთ, კედელი ბოლომდე არ გრძელდება, ხო? მოდით ამას დავაკვირდეთ. აი გვეუბნება, რომ თუ თქვენ გინდათ გაწიოთ მარჯვნივ სამყარო და ნახოთ როგორ გრძელდება გზა, მაშინ უნდა დააწყაპოთ აი ამ ისარს, რომელიც მარჯვნივ არის მოცემული. დავაწყაპოთ ისარს, გამოვწიოთ მარჯვნივ სამყარო და ვნახოთ, რომ აქ გზა აღარ გვაქვს, ხო? ანუ ვარსკვლავამდე ვერ მივახტავთ. რა გავაკეთოთ ამისთვის? სავარაუდოდ ჩვენ შეგვიძლია ეს გზა დავხატოთ. ნახეთ, აი აქ ზუსტად მაგას გვეუბნება, რომ შეგვიძლია ეს გზა დავხატოთ, დავაწყაპოთ ფუნჩს, აი ესე ავირჩიოთ კედელი და აი ეს ჩვენი გზა თუ კედელი, არ ვიცი რაც გინდათ დავარქვათ, გავაგრძელოთ ვარსკვლავამდე, რომ ჩვენმა პერსონაჟმა შეძლოს ვარსკვლავამდე მისვლა თავისუფლად. ესეც ასე. კი ბატონო, ხა ნახეთ თვითონ გვიწევს. მოდით ახლა დააჭერეთ უკვე runs და ვნახოთ რა მოხდება. დავაწყაპოთ runs, მართლაც გარბის ჩვენი მაიმუნი, კამერა მიყვება, როგორც დავაკუთვნებთ და მივიდა შეძლო მოვარყოს აღება და ეს გამოწვევაც სწორად გადავლახეთ. კი ბატონო, გილოცავთ, ძალიან მიხარია, დარწმუნებული ვარ, სწორად მომყვებით და გადავიდეთ შემდეგ გამოწვევაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ რაღაც მომენტში ვერ გამომყევით, მაშინ არაუშავს, დაგველოდეთ და შემდეგ, როდესაც დასრულდება ლაივი, უყურეთ ჩანაწერს და გააკეთეთ და თუ თქვენს მიერ მოპოვებულ სერტიფიკატებს თან პარალელურ რეჟიმში კომენტარებში აგვიტვირთავთ, ნამდვილად ძალიან გაგვახარებთ და თუ ასევე რაიმე კითხვა გაქვთ, ისიც კომენტარებში დაწერეთ, რომ გიპასუხონ ჩვენმა მოდერატორებმა. ნახეთ მეგობრებო, ამ შემთხვევაში უკვე უნდა გვასწავლოს, როგორ უნდა შევცვალოთ მაიმუნის სიჩქარე. ანუ ჩვენ შეგვიძლია რაღაც კონკრეტული სიჩქარეები მას მივანიჭოთ. მოდით აქ წავიკითხოთ, რას გვეუბნება. ესე იგი, სიჩქარე უნდა შევარჩიოთ moment განყოფილებიდან, გადავიდეთ moment-ში, ავირჩიოთ set speed, დავაწყაპოთ checks, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ავირჩიეთ და ჩავსვათ ლუპის ზემოთ, რა თქმა უნდა, ხო? ანუ ჯერ სიჩქარე უნდა მივანიჭოთ და შემდეგ უნდა გაიმეოროს მან მარჯვნივ წინ გადაადგილება. ეხლა ისეთ რაღაცას გვეუბნება, რომ როდესაც სიჩქარე ავირჩიეთ, ერთის ნაცვლად ჩავწეროთ 0.5, ანუ სიჩქარე დავაყენოთ 0.5-ზე. მომწონთ ჩეკი, რა ეს დავალება შევამოწმეთ და ვნახოთ როგორია 0.5 სიჩქარის სიარული. აი როგორც ხედავთ, მანქი საკმაოდ ნელად ადის, ამიტომ დავასწრებთ ახლა და ეხლა უკვე 0.5 შევცვალოთ მაგალითად 1.4-ად, ხო, რომელიც მარცხნივ ინსტრუქციაში დაგვიწერა. ჩავწეროთ 0.5-ის ნაცვლად 1.4, ის უკვე ვნახეთ როგორი იყო 0.5 სიჩქარით სიარული, ახლა ვნახოთ როგორია 1.4 სიჩქარით სიარული. დავაწყაპოთ runs და ვნახავთ, რომ უკვე ჩვენი მაიმუნი ძალიან სწრაფად გადის. ხო, ესე იგი სიჩქარის შეცვლას უკვე ვისწავლეთ აი ამ გამოწვევის გადალახვის დროს. ესეც ასე, უკვე მე-6 გამოწვევა გადავახეთ, გადავედით მე-7 გამოწვევაზე, მგონი ჯერჯერობით ძალიან კარგად მივდივართ. ნახეთ, მე-7 გამოწვევაზე უკვე გვაქვს ესეთი მოცემულობა. ჩვენ უნდა გვასწავლოს პროგრამამ როგორ უნდა ავახტუნოთ მაიმუნი, ხო, როგორ უნდა გადაახტეს ის აი ამ დაბრკოლებებს. იმისთვის, რომ გადაახტეს, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება გადავიდეთ ივენთებში და ავირჩიოთ on game tab. ხო, ანუ თუ თამაშს დავაწყაბებთ. ავირჩიოთ on game tab ბრძანება, ანუ თუ თამაშს დავაწყაბებთ, უბრალოდ როდესაც თამაშს დავაწყაბებთ, მაშინ რა უნდა ხდებოდეს? აი ზუსტად ეს არის მოვლენა, რომ თუ რაღაც მოვლენა სრულდება და მოხდება, მაშინ რა უნდა მოყვეს ამ ყველაფერს, ხო? ამ შემთხვევაში თუ games დავაწყაბებთ, მაიმუნი უნდა ახტეს ზემოთ. ამიტომ გადავიდეთ მომენტებში, აქ ჩეკმოვნიშნოთ, რომ ეს შევასრულეთ და game tab-ი ავიღეთ და შემდეგ ვუთხრათ, რომ როდესაც games დავაწყაბებთ, ანუ აი აქ ეკრანზე ნებისმიერ ადგილას დავაწყაბებთ, ჩვენი მაიმუნი უნდა ახტეს მაღლა. ავირჩიოთ jump და ჩავსვათ game tab-ში. დავაწყაბოთ text და დავაწყაბოთ runs. აბა მოდით დავაჭიროთ და აი როგორც ხედავთ, ჩვენი მაიმუნი მართლაც ხტება. ესეც ასე სწორად გადავახეთ. ეს გამოწვევაც გილოცავთ. გადავიდეთ შემდეგზე, როგორც ხედავთ, უკვე მოვლენაც გამოვიყენეთ, ზემოთ ავტომატს ვისწავლეთ.
ასევე ვისწავლეთ სიჩქარის შეცვლა, if-ის გამოყენება და მოდით ახლა ვნახოთ რა გველოდება უკვე, ხო? ნახეთ აქ ისეთი რაღაც წერია, რომ თუ უბრალოდ ჯერ გვეუბნება, რომ აირჩიეთ ხმა ფეილის ხმა, ჩვენ გამარჯვების ხმა გვაქვს, ახლა უკვე მოდით დამარცხების ხმა ავირჩიოთ, გადავიდეთ საუნდებში ვართ და გადავიდეთ add new განყოფილებაში, დავაწყაბოთ it's და აქ ჩავწეროთ file, ესე. აი ნახეთ ავტომატურად ჩაგვიჭდება ეს ხმა. შემდეგ გვეუბნება ისეთ რაღაცას, რომ აირჩიეთ ივენთებიდან on collide with bounds. ანუ თუ ასე ვთქვათ, ან მარცხენა ნაწილამდე მივა საზღვრამდე, ან მარჯვენა უბრალოდ ან მარჯვენა საზღვრამდე, ან მარცხენა საზღვრამდე, ან ზემოთ ან ქვემოთ, მაშინ რა უნდა მოხდეს, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ქვემოთას არჩევა, რომ თუ მაიმუნი დაბლა ჩავარდა, მაშინ რა უნდა მოხდეს, ხო? ამიტომ ავირჩიოთ on collide with world bound და ავირჩიოთ down, ანუ ქვემოთ ჩავარდნის შემთხვევაში რა ხდება? აი ნახეთ თვითონ მოგვითხრა ჩვენ გავასწორით რომ უნდა აგვერშია ქვემოთ ჩავარდნა და შემდეგ გვეუბნება რომ უნდა დარესეტდეს გეიმი, ანუ თავიდან უნდა დაიწყოს თამაში და ასევე ფეილის ხმა უნდა ისმოდეს. გადავიდეთ გეიმებში, ვუთხრათ რომ დარესეტდეს გეიმი და ასევე გაისმას ფეილის ხმა და ესეც ავირჩიოთ play sound-დან, აღარ უკვე ვინის ნაწილად ჩავთვალთ ფეილი. ეს ესე. უკაცრავად მოდით ჯერ ესეთი ჩავსვათ და შემდეგ ფეილი. კი ბატონო, ვიქეთ ჩეკს დავაწყაბოთ და მოდით ვნახოთ, ახლა რამდენად სწორია, ნახეთ, აი დავარდა უკვე ჩვენი მანქი და რაც ისმის და თან თამაში გასწდება, ანუ თავიდან იწყება. ანუ ის გამოწვევას მეგობრებო, მგონი ძალიან კარგად გადავახეთ და ძალიან მიხარია. გადავიდეთ შემდეგზე. უკვე მე-9 გამოწვევაზე ვართ. ნახეთ აქ როგორი რაღაც უნდა გავაკეთოთ. ანუ როდესაც ჩვენ ავიღებთ ვარსკვლავს და გავალთ ფინალში, მაშინ უნდა დაგვიწეროს რომ გავიმარჯვეთ, ხო? ანუ ეკრანზე უნდა დაეწეროს გამარჯვება, რომ თქვენ გაიმარჯვეთ და მოიგეთ თამაში. ამისთვის გვეუბნება, რომ უნდა ავირჩიოთ დიალოგის ვიჯეტი, ხო? გადავიდეთ ვიჯეტებში, დავაწყაბოთ add news და ავირჩიოთ დიალოგის ვიჯეტი, დავაჭიროთ. შემდეგ გვეუბნება ესეთ რაღაცას, რომ shows uncheck გავუკეთე, ანუ აღარ მონიშნაო. ამის შემდეგ ისევ გადადიო ფუნქციებშია, აი ესე, მოდით გავუკეთეთ ზუსტად რასაც გვეუბნება და აირჩიეთ object function, ანუ ობიექტის ფუნქცია. აი ეს, რომ რაღაც მან უნდა გააკეთოს და შეასრულოს. კი ბატონო, დავაწყაბოთ checks. ერთი წამით. მოდით ზუსტად წავიკითხოთ, რას გვეკითხებიან. ანუ ჩვენ ესეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ, ავირჩიოთ ფუნქცია, შემდეგ win message. ხო, კი ბატონო, აი აქ ჩავწეროთ, რომ იყოს გამარჯვების მესიჯი, ანუ win. კი ბატონო, გამარჯვების მესიჯი, ამის შემდეგ გავაკეთოთ checks. ეხლა უკვე გვეუბნება, რომ დავამატოთ ტექსტიც. გადავიდეთ ვიჯეტებში და ავირჩიოთ set ტექსტი. აი ესე. ისევ დავაწყაბოთ checks. აი აქ უნდა ჩავწეროთ you win, ანუ შენ მოიგე. აი ზუსტად ზუსტად ვეცადოთ შევასრულოთ დავალებები. ამის შემდეგ drag a show block from the display, ხო? აქედან ავიღოთ display-დან show, რომ აი ეს ტექსტი დაეწეროს და თან გამოჩნდეს. და შემდეგ გვეუბნება, რომ აირჩიეთ ვარსკვლავი და შემდეგ ვარსკვლავს გავუწეროთ, ხო? ანუ ავირჩიოთ ვარსკვლავი, ისევ გადავიდეთ ასე ვთქვათ other objects function-ში ავირჩიოთ dialog message და ეს ჩავსვათ აი აქ, რა, როდესაც მოვიგებთ, აი ესე გამოჩნდეს ეს წარწერა და შემდეგ გაქრეს ვარსკვლავი. ანუ როდესაც მაიმუნი აიღებს ვარსკვლავს, დაეწეროს, რომ თქვენ მოიგეთ თამაში და ამის შემდეგ გაქრეს. დავაწყაბოთ რაც აი მართლაც ვეცადოთ ახლა ავიღოთ ვარსკვლავი, ეკრანზე დაწყაბების შედეგად როგორც ხედავთ ხვდებით, მივდივართ მიზნამდე და ვნახოთ თუ დაეწერება. აი როგორც ხედავთ ავიღეთ ვარსკვლავი და დაგვიწერა რომ თქვენ მოიგეთო.
მეგობრებო, ძალიან კარგი, მე-9 ეტაპიც, როგორც ხედავთ, გადავლახეთ, უკვე ვართ მე-10 ეტაპზე გადმოსული და გეტყვით, რომ ფაქტობრივად ჩვენ უკვე ვისწავლეთ თამაშის აწყობა. მე-10 ეტაპზე თქვენ თვითონ შეგიძლიათ დააპროგრამოთ უკვე საკუთარი თამაში, შეერჩიოთ საკუთარი პერსონაჟები, აირჩიოთ ფონები, აირჩიოთ, თქვათ, რაღაცა როგორი ტიპის კედელი გინდათ, რომ იყოს, როგორი ტიპის, თქვათ, ასე ვთქვათ, დაბრკოლებები უნდა იყოს გადასალახი და ასე შემდეგ. ანუ თქვენ უკვე შეგიძლიათ აბსოლუტურად თქვენი ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი თამაში გამართოთ და შემდეგ ეს თქვენს მიერ შექმნილი თამაში მეგობრებსაც გაუზიაროთ. აი, როგორც ხედავთ, ესე მარტივად გვასწავლა თამაშის შექმნა და მოდი ჩვენც ესე ვეცადოთ, რომ სწრაფად შევძლოთ ამ თამაშის დასრულება და თქვენ შემდეგ გირჩევთ, რომ უფრო ასე ვთქვათ, დიდი დროით ჩაუჯდეთ და უფრო მეტი სრულება შეიტანოთ. დაბრკოლებები ახალი წამოიღოთ, თქვათ, ახალი პერსონაჟები აირჩიოთ და ასე შემდეგ. ხო, აი ეს მინდა რომ რაღაცა დამოუკიდებლად შემდეგ გააკეთოთ და იმუშაოთ. ნახეთ, პირველ რიგში გვეუბნება ესეთ რაღაცას, რომ ამ კონკრეტულ თამაშში, ახლა ამ მე-10 ტურში თითქმის ყველაფერი გაკეთებულია, კოდებში თითქმის ყველაფერი გვაქვს, უბრალოდ რაც არ არის გაკეთებული, ეს არის ის, რომ დაბრკოლებები არ გვაქვს შექმნილი, რომელიც გვჭირდება ვარსკვლავამდე, ხო? ანუ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის დაბრკოლებების შექმნა. აი, აქაც გვიწევს, რომ ეს უნდა გავაკეთოთ. დაბრკოლებები რა შევქმნათ, უნდა გადავიდეთ, დავირჩიოთ აი ეს საშლელი და უნდა წავშალოთ ისე როგორც ჩვენ გვინდა. ანუ რამხელა და რამდენ დაბრკოლებასაც გვინდა, ზუსტად იმდენს გავაკეთებთ. გადავწიოთ გვერდზე. ნახეთ, აი გადავიც. პირველი დაბრკოლება გავაკეთე, ახლა მეორეს გავაკეთოთ ცოტა მოშორებით. აი ესე. ესეც მეორე დაბრკოლებაც გავაკეთეთ. ახლა ისევ გადავიდეთ შემდეგზე. და ასე შემდეგ, მოკლედ. ეხლა დიდი დრო რო არ დაგაკარგინოთ, რადგან წინ კიდევ მე-6 მე-5 კლასელები გველოდებიან. აი, ესე გააკეთებთ მეგობრებო, ესეთ დაბრკოლებებს, როგორც თქვენ გსურთ და მოდით დავაჭიროთ ახლა ჩეკს. ამის შემდეგ, აი რას გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ხო, ლუპი უბრალოდ სიჩქარე არ გვაქვს დაყენებული, როგორც ჩანს. გადავიდეთ მომენტებში, უკვე ვიცით ჩვენ როგორ ხდება სიჩქარის შერჩევა. შევარჩიოთ set speed, რომელსაც ჩავსვავ რა თქმა უნდა ლუპის ზემოთ და სიჩქარეში რაც კიდათ ის მიუთითეთ მეგობრებო თქვენ როგორც გსურთ დავუწყოთ checks. ეხლა უკვე ისევ ავირჩიოთ დიალოგის ვიჯეტი, როგორც ცოტა ხნის წინ ეს გავაკეთეთ, ასე ვთქვათ. და შემდეგ უნდა ავირჩიოთ set text-ი, ხო? ანუ გადავიდეთ ობიექტის ფუნქციაში, ავირჩიოთ აი ეს set dialog text-ი, უბრალოდ ეს უკვე როგორც ხედავთ, არჩეული გვაქვს ეს ბლოკი და აი აქ ჩავწეროთ, რომ you won, ხო, შენ მოიგე. You won. აი, მნიშვნელოვანია, რომ ინსტრუქცია წავიკითხოთ სწორად და გამოგვივიდეს და როგორც ხედავთ, აქ უკვე პრინციპში აღარ გქონდა დასამატებელი ახალი ფუნქცია, უკვე გაკეთებული იყო ერთადერთი you won გქონდა მხოლოდ ჩასაწერი და დაბრკოლების შესაქმნელი და ასევე სიჩქარე დასამატებელი, ხო? ეს იმ შემთხვევაში, როცა ესე ცოტა უჩქარობთ, თუმცა მე გირჩევთ, რომ თქვენ მე-10 ტური გამოიყენოთ და მე-10 გამოწვევა იმისთვის, რომ აბსოლუტურად თქვენი დამოუკიდებელი თამაში გააკეთოთ, თქვათ ახალი სპრაიტები შეარჩიოთ, ახალი ფონები აირჩიოთ, ბექგრაუნდები და აი ბევრი ცვლილება შეიტანოთ და ისე დაასრულოთ ეს თამაში. მოკლედ, მეგობრებო, აი ეს იყო ახლა რაც სადემონსტრაციოდ მინდოდა გამეკეთებინა. აი, მოდით თავიდან დავიწყოთ. გავიდეთ ამ თამაშის ბოლოშიც და შემდეგ გადავიდეთ უკვე შემდეგ დავალებაზე. ძალიან გვინდოდა რა 4 დავალება ყოფილიყო, მაქსიმალურად ვეცადეთ რომ 4-ი დაგვესვა, ამიტომ თეორიულ ნაწილს ძალიან ცოტა დრო დავუთმეთ მე და ნიკოლოზმა და როგორც ხედავთ ეს კურსიც დავასრულეთ, უკვე გილოცავთ, ისწავლეთ თამაშის აწყობა, თქვენ ისწავლეთ როგორ უნდა გადაადგილდეს სპრაიტი, სიჩქარე როგორ უნდა შეუცვალოთ, როგორ უნდა მივანიჭოთ ფუნქციები, ივენთები როგორ გამოვიყენოთ, დაბრკოლებები როგორ შევქმნათ და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯები გადავდგით game design-ში და გილოცავთ მეგობრებო, დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად გაართვით თავი. მარჯვენა კუთხეში ახლა მე უკვე ეს რაუნდი რადგან გავლილი მქონდა, აღარ გამომიჩინა, თუმცა თქვენ აუცილებლად გამოგიჩნდებათ მარჯვენა კუთხეში download certificate-ი, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ თქვენი სერტიფიკატი და გილოცავთ ამ დამატებითი სერტიფიკატის აღებას და პირველი წარმატებული ნაბიჯის გადადგმას პროგრამირებაში. როგორც ხედავთ, პროგრამირება არის საკმაოდ სახალისოც, თუმცა ამავდროულად საკმაოდ ლოგიკური აზროვნება სჭირდება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ
პროგრამირება ავითარებს ლოგიკურ, ალგორითმულ, ანალიტიკურ აზროვნებას, კრიტიკულ აზროვნებასაც, ასევე მნიშვნელოვანი წიგნიერება, იმიტომ რომ უნდა დავაკვირდეთ ზუსტად რას გვეუბნებიან, როგორ უნდა შევასრულოთ ინსტრუქცია, რა უნდა გავაკეთოთ, ხო? ამას თუ არ დავაკვირდებით და არ გავიაზრებთ, მაშინ რა თქმა უნდა სასურველ შედეგამდე ვერ მივალთ. ანუ მეგობრებო, პროგრამირება გარდა იმისა, რომ ძალიან სახალისოა, ასევე არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი და გირჩევთ, რომ თუ მოგეწონათ და დარწმუნდით თქვენ შესაძლებლობებში, აუცილებლად ისწავლოთ და გააგრძელოთ პროგრამირება. წარმატებებს გისურვებთ და ეხლა დაგვრჩა უკვე ბოლო გამოწვევა.